კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩემი გადაცემის დღე. ეს კი ოთარ ჭილაძეა, რომლის დაბადების დღეც 20 მარტს იყო და მისი წიგნი, ჩანაწერების წიგნი, რომელსაც ქვია 3 წიდან იწყება, ესეთი განსხვავებული და გამორჩეული სათაურები და ფრაზები, ციტატები ოთარ ჭილაძეს ახასიათებდა, ღრმა ნააზრები ფიქრები. და მართლაც რამხელა თავისუფლებადებს სულ 3 სიტყვაში, რომ 3 წიდან იწყება, რამხელა დაფიქრება გვჭირდება ამისთვის. ერთ-ერთი ფრაზა კიდე, რომელიც მისი მომწონს არის ბედნიერება უნდა მოითმინო. ესეც 3 სიტყვიანი ფრაზა, სულ ფიქრობდი, რომ რატომ უნდა მოითმინო ბედნიერება, მაგრამ აი მაგათაც თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული, დემოკრატიული, განვითარებული, ამისთვის რაღაც უნდა გავაკეთოთ და ის ბედნიერებას უნდა მოითმინოთ, მაგრამ უბედურებას არ უნდა შევეგუოთ. თითქოს ერთი ფრაზა მეორე მხარესაც გვასწავლის. ბევრ რამეს გვასწავლის აქ ჩანაწერები, რომელიც არის ჩანაწერები თავისყოფაზე, ქვეყანაზე, ამბებზე, მიმდინარე მოვლენებზე თუ ბევრ კიდევ სხვა რამეზე. 3 წიგნი შევარჩიე დღეს, რომ ცოტათი თვალი შევავალოთ. კიდევ ერთი არის ოთარ ჭილაძის წინ მარადისობა. ეს არის წიგნი, სადაც თავმოყრილია ინტერვიუ და ნამუნარიდები და ასევე სხვადასხვა სიტყვები, რომელიც ოთარ ჭილაძეს უთქვამს ამა თუ იმ ადამიანის ან გარდაცვალების დროს, ან მათამი მისაძღვნელად და გამოსახატად მხარდაჭერის. ეს კი არის ერთ-ერთი ყველაზე თბილი წიგნი თინა ჭილაძის თამასთან და ოთართან ერთად დაძმები არიან ფოტოზე, ხედავთ და თინა აკეთებდა ჩანაწერებს და აგროვებდა ამბებს თავისი ძმებისას, პოეტი და მწერალი ძმებისას, თამაზის და ოთარისას და შემდეგ ერთ წიგნად გამოიცა ეს ამბები და ბევრ ძალიან ძვირფას, საინტერესო და თბილ ისტორიას ვნახავთ აქ. თუნდაც იმას, რომ როგორ იყვნენ ყველაზე კარგი კრიტიკოსები ძმები ერთმანეთის და თან ამასთანავე ყველაზე კარგი მხარდამჭერები, სწორი სიტყვის მთქმელები ერთმანეთისთვის. თვითონ წასაკითხად შევარჩიე რამდენიმე ფრაზა ჩანაწერებიდან ოთარ ჭილაძის, სპეციალურად არ გავიხსენებ მის ნაწარმოებებს, ან ნაწარმოებებს, რომლებიც მიხედვითაც ოთარ ჭილაძე ნობელზეც იყო წარდგენილი ორჯერ. უბრალოდ ჩანაწერებს შევეხოთ, რომელიც ჩანაწერებიც ამ წიგნში ბლომად არის თავმოყრილი. ამ კონკრეტულ გამოცემასთან ახლავს ნახატებიც, მწერალი და მხატვარი ერთად ახლოს არიან თან და მეგობრებიც არიან თითქოს, გამოხატავენ თავიანთ სათქმელს, თავიანთ ემოციას, თავიანთ გრძნობებს და ლამაზი ნახატებით არის ოთარ ჭილაძის ნახატებით თავისივე ნაწერები გაფორმებული, რომელსაც აი ამ წიგნში ფურცლებზე შევხვდებით. ეხლა კი ნახოთ რა სიტყვები შეიძლება აქ ამოვიკითხოთ, რამდენიმე ამუნარიც წაგიკითხავთ, თუ მოგინდებათ, მერე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ და წაიკითხოთ. ყველაზე ადვილად იკარგება ის იკარგება, რაც ძნელი მოსაპოვებელია. კიდევ არის ესეთი, როცა სიცოცხლეს მიზანი არ აქვს, ნუ დაუწყებთ ძებნა სიკვდილის მიზეზს. დღეს დედა 85 წლისაა, ულოცავს სული და გული და მოწიწებით. ვიხრი ქეთს უმშვენიერესი ქალის, უკეთილშობილესი მეუღლისა და უმაგალითო დედის წინაშე. ალბათ ბევრი მუზამყოლია, მაგრამ მათ შორის დედა ჩემი უპირველესი და შეუცვლელია. ბრბოს უყვარს ვიღაცის გაფეტიშება, რადგან ამით ამართლებს თავის არარაობას. კიდევ აქ ნახავთ ესეც. აი 9 აპრილის შესახებაც აქვს რამდენიმე ჩანაწერი, ერთ-ერთი ესეთია, რომელიც პატარა ერთი სტრიქონი მთელ მოთხრობას გავს. 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ 2 სატვირთო მანქანა ფეხსაცმელი მოაგროვეს. თავისი სევდით, დარდით და ბრაზით ეს ჩანაწერი მართლაც რომ ერთ მოთხრობას გავს. ვინც ბევრს ლაპარაკობს, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ბევრი იცის. კოცონივით ბრიალებს აყვავებული ტყემლის ხე. თუ მართლა შეგტკივა ჩემზე გული, ნუ კი მომატყუებ, ბედნიერი ხარო, გამარკვიე, რატომ ვარ უბედური. აი ეს ჩანაწერიც ბედნიერება უნდა მოითმინო, ესეც ვიპოვა. რომელმაც ძალიან ბევრი მაფიქრა თავის დროს. ესე ძალიან მომწონს, მეც მიყვარს ფანქრით კითხვა და რაღაცების გახაზვა და აი ერთი ესეთი ჩანაწერია, იმდენად პატიოსანი იყო, ფანქრით გადაშლის სტრიქონი თუ შეხვდებოდა, წიგნში არ კითხულობდა. ხალხის სიდიდე იმ ფართობით კი არ იზომება, რომელსაც იკავებს.
ესეთი ჩანაწერიც არსებობს. და კიდე ბევრი სხვა. წერალი არტყვის, მწერალი იგონებს. აქ შეხვდებით ბევრ ჩანაწერს, ესეთი ბევრ გვერდ და წიგნია, ინტელექტის გამოცემული წიგნებია, შეგიძლიათ ნახოთ, წაიკითხოთ ჩანაწერებით, მწერალი კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ და ეს ვიდეო ვერ დაიტევს ოთარ ჭილაძეზე ამბებს, იმდენად დიდი მწერალია, დიდი თავისი ფიქრით, სიღრმით, თავისი ანალიზის უნარით, თავისი სწორი ღირებულებებით, დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ და ფიქრობ, რომ დღევანდელ მოვლენებზეც ძალიან სწორი შეფასება იქნებოდა ცოცხალი რომ ყოფილიყო სამწუხაროდ არც თამაზე, არც თინა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ცოცხლობენ მათი აზრები, ფიქრები და მათი აზრით ჩვენ შეგვიძლია რომ სწორ ფიქრამდე მივიდეთ. და როგორც თქვით, ეს ვიდეო ვერ დაიტევს ოთარ ჭილაძეს, როგორც ვერ იტევს მისი ლექსიდან ფრაზა შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი. დიდი მადლობა, სულ ეს იყო ლიპარასკევობა ოთარ ჭილაძეს კი ულოცავ დაბადების დღეს. ჩვენ შემდეგ ლიპარასკევობას შევხვდებით. ნახვამდის.